აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით განათლება კეთილდღეობის კატალიზატორი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. სამდღიანი კონფერენციის მიზანია განათლების როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის წარმოჩენა და ამ კუთხით უნივერსიტეტების როლის ხაზგასმა. საერთაშორისო კონფერენციებზე ხდება როგორც ქართული ისე უცხოელი აკადემიური წრეების წარმომადგენლების მოსაზრებების გაცვლა, განხილვა იმ სიახლეებისა თუ რაც ჩვენ გვაქვს და რასაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აპირებს რომ დანერგოს უმაღლესი განათლების მიმართულებით, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობა და გამართვა საქართველოში, თბილისში, სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები თავისი ხარისხით ძალიან მაღალი სტანდარტის განათლებას იძლევიან. ისინი არიან ერთგული პარტნიორები და ამასთანავე დამსახურება უნდა, რომ ესეთი ღონისძიების ჩატარების ორგანიზება განდონ.